ესე იგი, ჩემოლადო მაყურებელსაც რო უთხრათ, მამების დროში ახალი რუბრიკის დამატება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ძალიან დიდი რეჟისორი და კარგი რეჟისორი ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი ჩავწერეთ და მისი მამის ტრაგიკული ამბავი მოვისმინეთ. ერთ-ერთი ვერსიით მამის დააკავეს იმის გამო, რომ თურმე ევგენი მიქელაძეს გამოესარჩლა ეს ახალგაზრდა კაცი, რის გამო დააპატიმრეს. თან გამოსარჩლებაც არის და გამოსარჩლებაც. თქვა უბრალოდ რომ ამ ხელა გენიას ასეთი ბანალური და უაზრო მიზეზის გამო რატომ კლავთ და რატომ ვიშორებთ. და ეს რაც ჩვენ ვიცით, ხო დარწმუნებული ხარ რომ რამდენი ისტორია იქნებოდა, რომელიც არაფრის გამო წირავდა ადამიანს. არაფრის გამო კარგავდით გენიოსებს. კი, და ამ ისტორიებზე ვისაუბრებთ და მოკლედ ეს არის მამების დრო და მისი ახალი რუბრიკა საქართველოს შვილები. საუბრობთ ევგენი მიქელაძესა. მონანიება არაჩვეულებრივი ქართული ფილმი, ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ევგენი მიქელაძის ცხოვრებაზეა და ამ ფილმის ინსპირაცია გახდა ნოდარ წულეისკირის არაჩვეულებრივი რომანი აფთრები. სადაც ძალიან მძიმედ არის გადმოცემული უნიჭიერესი ხელოვანის ცხოვრება, რომელსაც სისტემამ ბოლო მოუყო. ეგეც კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავია. ზუსტად, რომელიც სისტემამ გაანადგურა და მისი ოჯახიც გაანადგურა, არა მხოლოდ ის. რაც სისტემებს ზოგადად სჩვევით. კი, და რაღაცა რეალობას რო დაუბრუნდეთ მაშინდაც ოღონდ, სწორედ ევგენი მიქელაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში ძალიან დიდი კვალი დატოვა. 1933 წლიდან დაერქვა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და სწორედ ევგენი მიქელაძე იყო ამის მთავარი მოთავე და რომ არა ის მერე როდის იქნებოდა კაცმა არის. და შენ წარმოვიდგინე, რამდენი დიდი გეგმა დარჩა ევგენი მიქელაძეს განუხორციელებელი. სულ იყო ემახსოვრება მაყურებელს, მაგრამ მაინც უთხრათ 34 წლის იყო, როცა მაშინდელმა წითელმა სისხლიანმა სისტემამ, ესე მხეცურა სისტემამ მხეცურა დაწამა და ბოლო მოუღო ამ დიდ ნიჩს. და შენ წარმოვიდგინე 34 წლის ასაკში რომ ამ ხელა რაღაცა შექმნი, საუკუნის მერეც რომ გენიოსი გერქმევა და შენ ნაწარმოები ისევ რომ აღფრთოვანებას გამოიწვევს მსმენელში, თუნდაც 44 წლის ასაკშიც ამ ხელა რაღაცა შექმნიდა. ძალიან დიდი განძი დაკარგა საქართველოს, თუმცა რაც მოასწრო ისიც კი შეუფასებელია რა. ძალიან დიდი განძი დაკარგა და აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი ჩემთვის ის არის, რომ დაკარგა ისევ ქართველების ხელით. ისევ ქართველების ხელით. ძალიან ცუდია. ევგენი მიქელაძე 1903 წლის 27 ივნისს, სხვა ვერსიით 1903 წლის 24 ივლისს ბაქოში. მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 5 და 2 ძმა ჰყავდა. 2 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. 7 წლის იყო, როცა ოჯახმა ბაქო დატოვა და თბილისში ჩამოვიდა. 27 წლის იყო, როცა პირველად დადგა თბილისის ოპერის თეატრის სადირიჟორო პულტთან და ზეპირად პარტიტურის გარეშე მართავდა ბიზეს კარმენის ღია რეპეტიციას. დიმიტრი შოსტაკოვიჩი ევგენი მიქელაძეს საბჭოთა სადირიჟორო სკოლის სიამაყედ მიიჩნევდა. ევგენი მიქელაძის მეუღლე უმშვენიერესი ქეთუსია ორახელაშვილი გახლდათ. მამია ორახელაშვილის ქალიშვილი. ეს ის მამია კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი რომ იყო, რომელსაც როგორც ამბობენ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ლავრეტი ბერიასთან, რომელმაც ის ამ პოსტზე შეცვალა, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. ევგენი მიქელაძეს 2 შვილი ჰყავდა, თინა და ვახტანგი. მოგვიანებით ბავშვებიც, უпростоრად კი 1951 წელს ჩეკისტებმა ყაზახეთში გადაასახლეს. იყო ასეთი ჩეკისტი ნიკიტა კრემიანი, რომელიც ლავრენტი ბერიას კადრი ყოფილა და ერთი რუსი ისტორიკოსი ლევ ლური ამბობს, რომ ბოლო დონის სადისტი იყო. მაშინ ხო ყველა სადისტი იყო, მაგრამ ეს გამოკვეთილად სადისტი იყო. და ქართველი ავტორი შორენა ლებანიძე ერთ-ერთ თავის წიგნში წერს, რომ როდესაც ევგენი მიქელაძეს აწამებდნენ, სწორედ კრემიანი უკეთებდა ყურში იმ შომპოლებს, რითაც ანადგურებდა იმ გენიალურ სმენას, რაც ევგენის ჰქონდა. და მოდი ამ წიგნიდან წავიკითხო პატარა მონაკვეთს. დუბინკა ძირს მოისროლა, შომპოლებს დასწვა და აქეთ-იქიდან ორივე ყურში გამეტებით აცგერა. მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკოსი მიქელაძე ხელკეტებით ცემისას სხვა პატიმრებისგან განსხვავებით ინტენსიურად სახეს კი არა ყურებს იფარავდა. 22 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კაპიტანმა მოროზოვმა საგამოძიებო საქმე ნომერ 12527-ში ჩაწერა. განაჩენი მიქელაძის მიმართ მოყვანილია სისრულეში.
ალბათ წინა დღეს ბელადის დაბადების დღეზე უპატაკეს კიდეც და კარგი დაბადების დღის საჩუქარიც გავუკეთეთ. არ ვიცი, ლადო. მაყურებელიც ალბათ დაგვეთახვევა, რომ ძალიან დიდი ირონია, რასაც ახლა ვხედავთ ჩვენ დღემდე. აი ეს ორი მემორიალური დაფა ისევ ერთად არის. მეზობლები ყოფილან თვითონ რეჟიმის მსახური ფილიპე მახარაძე და ძალიან დიდი ადამიანი ევგენი მიქელაძე. თურმე ერთად ცხოვრობდნენ. და დღემდე ეს ორი მემორიალური დაფა არის ერთად. იშო, ბედის ირონიაა ისიც, რომ ფილიპე მახარაძის ერთ-ერთი გამორჩეული თანამებრძოლი იყო მამია ორახელაშვილი, ევგენი მიქელაძის მეუღლის მამა. სიმამრე. რომელიც სამწუხაროდ თვითონვე იყო ჩართული არაერთი ადამიანის ბედის შეცვლაში და განადგურებაში. აწამებდა, შეიძლება უშუალოდ თვითონ წამებელი არ იყო, მაგრამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო, რომელიც აუბედურებდა ადამიანებს. თუმცა სისტემამ არც ის არ დაინდო და 1917 წელს ისიც დააპატიმრეს. და შემდეგ რაც კი მოუვიდა, იგივე რაც მის მსხვერპლს მოსდიოდა. შენ თუ დააფიქსირე ახლა ისეთი სიტყვები თქვი ბედის შეცვლაშიო და რამდენი ადამიანის ბედი შეიცვალა მაშინ მართლა. არა მარტო ადამიანის, მე თუ მკითხავ საქართველოს ბედი შეიცვალა მაშინ, იმიტომ რომ ის დიდი ადამიანები, თუნდაც ჩვენი დღევანდელი გმირის ევგენი მიქელაძის თამადობით, ასე ვთქვათ, დღეს მაშინ როცა ცხოვრები ყოფილიყო და გაეგრძელებინათ მოღვაწეობა, დარწმუნებული ვარ გაცილებით ძლიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა ვიდრე დღეს არის. და ისეთ ადამიანებზე ვისი ბედიც ასე შეცვალა სისტემამ კიდე ბევრზე ვისაუბრებთ ჩვენ ახალ რუბრიკაში. მაგრამ ამ თემას რომ დავუბრუნდეთ 37 წელს როცა მამია ორახელაშვილი დააკავეს, იმავე წლის 4 ნოემბერს უკვე ევგენი მიქელაძესაც მოაკითხეს, დააპატიმრეს და მეორე დღესვე მისი უმშვენიერესი მეუღლე ქეთუსია ორახელაშვილიც დაიჭირეს. ევგენის ბრალად დასდეს ჯაშუშობა, როგორც იცოდნენ ხოლმე. ევგენის ბრალად დასდეს ჯაშუშობა, ალბათ კარის მეზობელ ფილიპეს არ დაჭირდა დიდი ძევნა მისამართის, არც დიდი მანძილის გავლა. არ ამგონია თვითონ ფილიპე მოსულიყო უშუალოდ დასაპატიმრებლად, მაგრამ დარწმუნებულია ძალიან კარგად იცოდა, რომ სახლში დაბრუნებულს მისი კარის მეზობელი სახლში აღარ დახვდებოდა. 1927 წლის 3 დეკემბერს ქობულოვის ერთ-ერთი იმდროინდელი ჯალათის საბრალდებო დასკვნაში 3 დეკემბერს ეწერა, რომ ევგენი სიმონიძე მიქელაძეს ბრალად ედება ანტისაბჭოთა სახელმწიფოებრივი მოძრაობა, ჯაშუშობა, რადგან ის ეწეოდა არასაბჭოთა საქმიანობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრში. 3 დეკემბერს შედგა საბრალდებო დასკვნა, 13 დეკემბერს დაიჭირეს და 22 დეკემბერს განაჩენის სისრულეში იქნა მოყვანილი. 9 დღეში გადაწყვიტეს ძალიან დიდი ადამიანის ბედი. სულ 9 დღე დაჭირდათ ხოლმე და დასრულდა იქ ევგენი მიქელაძის ისტორია. ხო, ეს 9 დღე რამდენ წამებას ტკივილს და ალბათ იმედსაც მარადისობად რო გრძელდება. ხო და ალბათ მაინც ქონდა იმედი, რომ არ გაწირავდნენ, იმიტომ რომ ევგენი მიქელაძე იყო. ძალიან ბევრი ვერსია არსებობს ევგენის მიზეზი იმისა, თუ რატომაც დააპატიმრეს ევგენი მიქელაძე. ერთ-ერთი ვერსია არის ასეთი. მამია და მარიამ ორახელაშვილებს ულამაზესი ქეთუსია ორახელაშვილი ყავდათ, რომელიც ევგენი მიქელაძის მეუღლე იყო. ერთ დღეს ბერიას უნახავს ქეთუსია ქუჩაში და უცდია გამოლაპარაკება. ზუსტად ამ დროს გამოჩენილა მარიამ ორახელაშვილი და შვილისთვის პირდაპირ მიუხლია ამ გომბეშოსთან რა გალაპარაკებსო. ერთ-ერთ ვერსიად როგორც ამბობენ, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ევგენი მიქელაძე მიზანში ამოიღოთ. კიდევ ერთი ვერსია, რის გამოც ბერია განაწყენდა ევგენი მიქელაძეზე, ასეთია. 1926 წელს ოპერის თეატრში მიმდინარეობდა რეპეტიცია, რომელსაც ბერიაც ესწრებოდა. ევგენი მიქელაძემ გარკვევი თქვა, რომ გარეშე პირები რეპეტიციას არ უნდა დაესწრონ. ბერია არ გავიდა, ბერია იყო და თვლიდა, რომ შეეძლო იქ ყოფნა. ევგენიმ კატეგორიულად გაიმეორა, რომ გარეშე პირები რეპეტიციიდან გავიდნენ. ბერია გავიდა და სამწუხაროდ ძალიან ცუდად დაბრუნდა არა მარტო ევგენი მიქელაძისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ვერსიები არის ბევრი, რის გამო დააკავეს ევგენი მიქელაძე და არის კიდევ ერთ-ერთი
შემზარავი ვერსია მისი წამების. ვერსიები ბევრია მიშო, მაგრამ ერთი რამ მტყუარია, რომ ევგენი მიქელაძეს, ფილიპე მახარაძესთან ერთადერთი საერთო აი ეს კარი ჰქონდა. ფილიპე მახარაძეში გულისხმობ იმ რეჟიმს, სადაც ის ცხოვრობდა. რაც შეეხება ევგენი მიქელაძის წამების მომენტს, როგორც ისტორიკოსები ყვებიან, წამების დროს მას უკვე თვალები დათხრილი ჰქონდა. და ამ დროს შევიდა ოთახში ლავრენტი პავლეს ძე. და რაღაც ჩაილაპარაკა, რაღაც რეპლიკა გააკეთა, რაზეც ევგენი მიქელაძემ უთხრა, რომ ლავრენტი პავლეს ძე, ეს თქვენ ხართ, გიცანეთ. შეშფოთდა ლავრენტი, როგორ მიცანიო, ხედავდა, რომ მას თვალები აღარ ჰქონდა და ევგენი მიქელაძის პასუხი დაახლოებით ასეთი ყოფილა, როგორც ამბობენ, ხომ იცით, რომ მე საოცარი სმენა მაქვს. ძალიან რთულია ქრონოლოგიურად გავყვეთ თუ კონკრეტულად როდის მოხდა, რა პროცესში მოხდა, მაგრამ ალბათ ამ სიტყვის შემდეგ რუსმა ჯალათმა კრიმიანმა, რომელსაც უშუალოდ აწამა ევგენი მიქელაძე, ყურებში თოფის საწმენდი ზუმბები, რომელსაც შომპოლს ეძახიან, გაუკეთა და მერე შეიძლება ურბანული ლეგენდაა, მაგრამ ლავრენტი ბერია დასცინოდა, რომ ახლაც მიცნობ ხმითო. ასე ძალიან მარტივად გაიწირა ევგენი მიქელაძე. იმ დღეს სანამ დააკავებდნენ ევგენი მიქელაძეს რეპეტიციაზე წასვლის წინ კეთუსია ორახელაშვილისთვის მესის მეუღლისათვის ყვითელი ყვავილი უჩუქებია. კეთუსიას რა თქმა უნდა ყვავილი გახარებია, მაგრამ უთქვამს, რომ ყვითელი ყვავილი ცუდის ნიშანია, დაშორებას ნიშნავს, რაზეც ევგენის გაღიმებია. და იმ დღეს ევგენი მიქელაძე და კეთუსია ორახელაშვილი ერთმანეთს სამუდამოდ დააშორეს.